მეგობრებო, რომელებს გაუმარჯოს, ესე იგი პირველ რიგში ისეთი დღე არის დღეს, რომ აი ამაზე უნდა ვფიქრობდეთ რაღაცნაირად, მაგრამ პირველ რიგში იმ ბიჭებზე გვეფიქრება ყველას, ხო და მეც ჩამომიყალიბდა მეგობრობა ამ ხალხთან და მარტო პროტესტში აღარ ხდებოდით უკვე ერთმანეთს. და ყველაზე მეტად გული რაზე ხდება, რომ აგერ მათი დედები, მათი ნათესავები ტირიან დღეს და განიცდიან რა და პირველ რიგში ანუ მათ მშობლებს მადლობა უნდა უთხრათ მართლა რომ ასეთი ბიჭები გაზარდეს, იმიტომ რომ იმის გასდას, გაიგე, ტრაქტორით რომ მოდის ამ დროს ბიჭები რომ დაჭერილები არიან და გათხრა რო უნდა და რო ვერ ვაკავებ მთელი ქალაქი იმის გასდას არაფერი არ უნდა, კიდე მცენარე გაგიზდია იმაში, ქოთანში და კიდე ეგეთი ტიპი გაგიზდია რა. მადლობა თქვენ რომ ასეთი სამაგალითო ბიჭები გაუზარდეთ ამ ქალაქს და ამ ქვეყანას მთლიანად შრომელებს ამ ქვეყანაში. მაგრამ ხალხმა მაგამ თქვა რომ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ხალხო ეს აქ რაც ხდება რა აქ მარტო ჭიათურაზე არ არის რა საუბარი აქ არის მთლიანად მუშათა კლასზე არის საუბარი აი ტყიბულელის ესე იგი წერილი რო წაიკითხეს აი რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ რა შეიძლება არ იცოდეთ რა რაღაცეები რა თითქოს ციხიდან იყო მოწერილი ხო აი ესეთი მდგომარეობა ტყიბულელებო მინდა მოგმართოთ რომ უეჭველი ერთად გავიმარჯვოთ ხალხო იმედიანად იყავით არ შეგეშინდეთ არაფერს ან განწირულები ვართ ყველა ერთად რა სახელოვანი გამარჯვებისთვის აი ამაზე რა არც რუსული კაპიტალი არც ჩინური კაპიტალი არც ევროპული კაპიტალი არც ამერიკული კაპიტალი რა ვერ გაიმარჯვებს ამ ხალხის ერთობაზე მეორე აი ტყიბულის მაგალითი ესეთია აზოეთის მაგალითი აგერ ვიყავი და სულ ვიმეორებ ამ მაგალითს ხალხო რომ მოგიხვით რო ჩავედი აგერ ხოლმე იმედია მაუწყებლი ჟურნალისტებთან ერთად ერთ-ერთმა ქალბატონმა გითხრა რომ შვილებო წადით აქედან ამბავს უკითხულობდით რომ რა ხდება წადით აქედან თორე ბინებს ჩამოგართმევენ თბილისში რა ანუ შიშის დონეზე დაფიქრდით ესე იგი ჩვენზე რა შეეშინდა ანუ მოხუცებულ ასაკოვან ქალს შეეშინდა რომ ჩვენ ახლა იმის გამო რომ კაზრეთში ამბის გასარკვევად ჩავედით თბილისში წაგვართმევენ ბინებს ну დაუჯერებელი სიტუაცია არის რა რაღაც შორს წავიდეთ თბილისში იყო აგერ რევოლუციის გაფიცვა იყო ხო და აგერ ხო ტრაქტორებით არიან მომდგარები და გასაკავებელი ყავს ეს ხალხი ხო ვიყავი იმ გაფიცვას ვესწრებოდი და ერთი შეხედვით რო შეხედავ თავისუფალ ახალგაზრდებს ასაც ეძახიან დღეს თავისი ვიზუალით მონური მენტალიტეტია ხალხო ბევრს ანუ მათი თანამშრომლები გაფიცულები არიან როგორ შენ არ გინდა რომ 200 ლარით მეტი მოგიმატონ ხელფასი შენ არ გაკვდება წამლის ფული შენ ოჯახს არ უწევს იჭდნენ ჯაჭვში ესე იგი რომ არ შეეშვათ ესენი რომ იმათ არ ემუშაოთ თავზე არ ბიჯებდნენ ხალხო შეურაცხყოფებს აყენებდნენ ამას თვალი არ უნდა გაუსწოროთ ქართველები ვართ ესეთ მდგომარეობაში არ არის ჩვენ ვართ ხო ანუ ქართველები აი ხა ვინც ვართ აი ესეთები ვართ რა და წარმოიდგინე რომ ანუ აი ესეთ გასაჭირში ვართ ჩვენ რა და აი ასეთი ხალხით ვართ გარშემორტყმულები რომლესაც ამ ერთობას უყურებენ როგორ ისე აგდებულად უყურებენ სინამდვილეში ხალხო ანუ უყურებენ რომ ეხა მუშამ რა უნდა შეცვალოს მაღაროელმა რა უნდა შეცვალოს ამან რა უნდა შეცვალოს ეს ქვეყანა არის ესე იგი ვისი ამ ბატონების არის ეს ქვეყანა რა ეს ქვეყანა არის იმ ბიზნესების რომლებიც აფინანსებენ აი ამ პოლიტიკას და არავის არ აწყობს ესე იგი რომ მუშამ შრომელმა თავი აწიოს რატო დაიჭირეს ეს ბიჭები არიან პირველი პოლიტპატიმრები რატო იმიტომ რომ ამ პოლიტიკასთან წინააღმდეგობისთვის დაიჭირეს ხო ვიცით რომ ის თეკო საერთოდ იქ არ ყოფილა ხალხო ეს ჭუბი რომ ხო ხო ვიცით მეორე იქ არ ყოფილა საერთოდ ხო და შელაპარაკება რაზე მოხდა როგორც აგერ ბალტისკანიაში მივიდნენ და შეურაცხყოფები მიაკეთეს გავიხსენოთ ეხლა პროფკავშირმა რა გააკეთა იქ ვიყავი მე თვითონ ხო ეხა იქ რომ ვიღაცას ჩვენ ანუ ხელი მოგვექნია ესე იგი ციხეს დაგვაშენებდნენ თავზე და გვაგინებდნენ ესე იგი მთელი პროფკავშირი იდგა იქ ორგანიზებულად და გვაგინებდნენ ანუ აქ აი წარმოიდგინეთ აი ესეთი სიტუაცია არის შექმნილი რა ამიტომ აი ეს არის მაგალითი რა ამას უნდა მოეჭიდოს მთელი საქართველოს სინამდვილეში და ამიტომ თქვენ აქ მარტო თქვენსაზე კი არ არის და მარტო ქალაქ ჭიათურაზე კი არ არის ის იმ ტყიბულის გაცოცხლებაზეც არის საუბარი იმ ზესტაფონის გაცოცხლებაზეც არის და მთელი საქართველოს გაცოცხლებაზეა საუბარი რა ერთსაც ვიტყვი რა და აი უყურებდი ესე იგი და წინა დღეს უყურებდი ჩემს ნათესავებთან ერთად TV იმედს და პოზიტივის მომხრეები არიან ამ თავრობის და უყურებდი რა ეს რაღაცა მაგალითად რომ ესე იგი ვიცი რომ კარიერი უნდა დაიჭირო რა იმიტომ რომ გამოაცხადებს ანუ
სანამ ბიჭებს დაიჭერდნენ, ანუ წინა დღეს უკვე გამოცხადებული იყო, იმიტომ რომ ტარიელი გამოცხადებული იყო როგორც საბოტაჟის მომწყობი, რაღაცა ნაცებთან დაკავშირებული ვიღაცა მანიაკი, რაღაცა ის და ესე იგი დაჭერა კიდე შენი კაცის, ხო? ხო და არ უნდა დაუთმოთ ხალხო ეს ბიჭები ჩვენ, ანუ არც ვინც დაჭერილები არიან და არც ტარიელი, იმიტომ ტარიელისნაირი თუ არ იქნება და თენგოსნაირი თუ არ იქნება და ამ ბიჭებისნაირი თუ არ იქნება. მე ანუ დაგფანტავენ, ამათ ხო მესიჯს გიგზავნიან ყველას თქვენ, რომ თავს ვინც აწევთ, აი ესე მოვალთ და ჩაგიკაკუნებთ. აი ესე მოვალთ, წავალთ და დაგიჭერთ, დაგაშინებთ, აი ამას გავაკეთებთ და რა არის აქ გადაწყვეტილი? გადაწყვეტილი არის ეს. სადაც მოუნდება მილიარდერებს ერთგან ჰესი უნდა ააშენონ, მეორედან აგერ ქალაქი ჭიათურა უნდა ამოთხარონ, ვისა ადუდავიდან ინვესტიცია შემოვიდა, იქ დასავლეთიდან შემოვა, აღმოსავლეთიდან შემოვა, აგერ რუსი მოგვიყვანეს, მაგრამ სულთად მოხვდა, თვალში ტყიბულელები იწახდნენ, ესე ნიპალოჟინა, აი ესე გვეუბნებაო, რა და მართლა გამახსენდა საქართველოს, ჩვენ სხვანაირი განცდები გვიჩნდება ასეთი რაღაცეების, სამ ჩამოდის ვიღაცა ოლიგარქი და თითის გნევით ელაპარაკება, ესე იგი ქართულ მუშებს, რომ თქვენ ქვეყანაში აი ესე, ანუ აღარ ხართ რა უფროსები და მე როგორც გადაგიწყვეტავთ, ისე იქნება, რა. ხო და ერთი რაღაცა ხალხო რა, ეს ბატონები ერთი უნდა გვახსოვდეს, აი მშრომელთა დღე არის რა. ჩვენ აი ნებისმიერს რა, გინდა მიშა იყოს, გინდა ბიძინა იყოს, გინდა გრიშა იყოს, გინდა აი შენი სახლის ქვევით ოქროს რო აღმოაჩენე. იმიტომ არიან ისინი მიშა და ბიძინა რომ მოვა და ამოგთხრეს, აი ბავშვებიანად ამოგთხრეს რა. თუ მაგას ჭირდება რა, თუ იქ 100 მილიონია მაგას ამოსაღები, აი მაგითი მიაღწიეს მაგათმა იმას, რაზეც მიღწეული რა. არ გჯეროდით ხალხო, რომ ეს ხალხიან, იამათ სუვერენიტეტი და თავისი ინტერესები რაში წარმოუდგენია. ეს ნიშნავს იმას, თვითონ როგორც გადაწყვეტენ აქ კაპიტალისტები ქვეყანაში, უნდა განვითარდეს კაზინო, უნდა განვითარდეს ის, უნდა განვითარდეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მუშათა კლასის სუვერენიტეტს კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც გადავწყვეტთ ქართველები ისე იყოს. არა, ინვესტორები როგორც გადაწყვეტენ და აგერ ჩვენი მთავრობა როგორც გადაწყვეტს, ეს ესენი არიან, ხვალ ვიღაცა სხვა იქნება, რა მნიშვნელობა? ისე უნდა იყოს. ჩვენ აქ რეალური სუვერენიტეტი უნდა დავიბრუნოთ ხალხო, რომ სუვერენიტეტი იმას ნიშნავს, რომ თქვენ როგორც გინდათ, აი ისე უნდა იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი და არა როგორც ფულიანებს უნდა რა. გაუმარჯოს მოკლედ მშრომელებს, გაუმარჯოს ჭიათურას რა. მე თუ რაღაცა შემილია ჩემი სიტყვის თქმით, ჩემი აქ დგომით, ხო? ბოლომდე ეს ბიჭები არ უნდა გავატანოთ, როგორ შეიძლება, რომ ესე იგი ხალხი იქ არ იყო, პოლიტპატიმრები არიან რა. ხალხი იქ არ იყო და 6-დან 8 წლამდე აძლევენ, კაცი იმითი მაჩეტეთით შეხაობდა ბალდაში, ის გამოუშვეს ესე იგი. ვიღაცები დარბიან ნიღბებით ქუჩაში და ვინ არიან კაციშვილმა არ იცის და ხალხს ცემაში კლავენ, ისინი არ ვიცით ვინ არიან. დასაჭერი არის თენგოგო ერესიანი და მერაბ სარალიძე. რატო არის დასაჭერი? იმიტომ რომ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რა პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ძილის გამოთხრას ეწინააღმდეგება. აი ამას ეწინააღმდეგება, რომ კანიონები და ისინი გამოთხარონ ქალაქები, დაანგრიონ მუშებს, გადაუხადონ 300 ლარი და ესეთი ქვეყანა რო ვიყო რა. გაუმარჯოს მოკლედ მშრომელებს, გაუმარჯოს ჭიათურას, თქვენს ერთობას გაუმარჯოს, მაგალითი ხარ ხალხო ყველას. მაგალითი ეს ნაცხოვობა არის, გაიგე? ორივე შეიძლება უკეთესი სახელის მოფიქრება შეიძლება ამისთვის, გაიგე, მაგრამ აი ეს ჯერჯერობით უკეთეს ვერ ვიკითხებ რა. აი ეს არის მოსაშნელი, ამათი შეკვეთილი პოლიტიკა არის ხალხო მთლიანად მოსაშნელი და ჩვენი შეკვეთილი პოლიტიკა უნდა გავიდეს, ჩვენი რა. მასწავლებლებს კიდე დღეს ანუ პოსტი ვნახე რომ ბავშვებიო სკოლაში არ წავიდნენ რომ მასწავლებლებს შრომელთა დღე არის და დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ სოლიდარობისთვის მე თვითონაც მასწავლებელი ვარ სკოლაში და დიდი მადლობას გიხდით ხალხო აი ეს არის მაგალითი რა და აი ესეთ მაგალითზე იდგა 1 მაისი ყოველთვის რა ჭიათურას გაუმარ გაუმარ საქართველოს გაუმარ გაუმარ ქართულ შრომელებს გაუმარ გაუმარ მადლობა